მომხმარებლის უფლებების ცოდნა უმნიშვნელოვანესია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც გითხარით, რადგან მათი არ ცოდნა ხშირად საკმაოდ დაუცველ მდგომარეობაში გვაყენებს. ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როდესაც გვიყიდია ტელეფონი მაცივარი ან რამე სხვა სახის ტექნიკა, რომელიც მალევე გაფუჭებულა ან ქართული დეფექტი აღმოაჩნდა. კი ბატონო. რა უნდა გავაკეთოთ ასე დროს და რისი უფლებები გვაქვს? შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც არეგულირებს მოვაჭრისა და ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობას. ეს კანონი ეფექტურად იცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მოვაჭრეებისგან. ზუსტად რა უფლებები გვაქვს ჩვენ, როგორც მომხმარებლებს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ პრობლემის დროს, ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ სტუმრები ორგანიზაცია ჩემი ადვოკატის დირექტორის მოადგილე დავით ჭაღიაშვილი და ადვოკატი დიანა სარკისოვა. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მეც მაინტერესებს და ალბათ ძალიან ბევრ მაყურებელსაც. პირველ რიგში ვისაუბროთ აი ამ კანონზე, რომელიც 2022 წელს ამოქმედა, როგორც ხოსორად მოქმედებს ახლა ჩვენს ქვეყანაში, ხო? აი მოქმედი კანონი როგორ არეგულირებს ამას? დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. შესავალში ვიტყვი ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, იმიტომ რომ ძირითადად პრობლემა არის ხოლმე, რამდენიც ვსაუბრობთ ამ თემაზე, ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცა, ვინც არ იცის, რომ ვარსებობთ, რომ მოგმართონ ამ საკითხზე. კანონის არსებობა ცალკე თემა, მაგრამ ვინ უნდა დაგეხმაროს, კიდე მეორე საკითხია, იმიტომ რომ რა პრობლემებს იწვევს ამის არცოდნა, ვიტყვი დღეს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. მერის, ქალაქ თბილისის მერის დაფუძნებული ორგანიზაცია, IP ჩემი ადვოკატი, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია ვარსებობ და უფასოდ ვეხმარებით. ძირითადი არის სამოქალაქო ადმინისტრაციული მიმართულება, არის გამონაკლისი სფეროები, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელზეც დღეს თქვენთან სასაუბროდ მოვედით, ეს არის ზუსტად მომხმარებლის უფლებები, რომელიც ჩვენ ბაზარზე არ არის დიდი ხანია მოქმედებს. სულ რაღაც 22 წლის 1 ივნისიდან მოქმედა, 4 წელი გავიდა ახლა ზუსტად. არსებობდა რაიმე რეგულაციები? არსებობდა, ოღონდ ესე დეტალიზებულად არ იყო, სამოქალაქო კოდექსის დონეზე რეგულირდებოდა და ასე ეს სპეციალური კანონი მიიღეს, ცალკე გამოიტანეს, სადაც დეტალები გაიწერა, როგორც ფიზიკური ვაჭრობის დროს, ასე ონლაინ ვაჭრობა მოგიხსენება დღეს ალბათ ვერ ნახავთ მოვაჭრეს, რომელსაც ცალკე სეგმენტად რაღაცა ონლაინ არ აქვს გატანილი, ამიტომ აი ამ კანონმა რა შეცვალა მომხმარებლისთვის, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ. უფრო მეტი დეტალები გაიშალა, უფრო მეტი დაცვა შემოვიდა, ეს თემა იმდენად ვრცელია დღეს, ამას 10 წუთი, 1 საათი, 2 საათი არ იყოფა. ჩვენ ზოგადად შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ ამ საკითხზე ჩემი კოლეგა დიანაც მოყვება მაგალითად კონკრეტულ кейსებს რა იყო, რაც ყოველდღიურად თითოეულ ჩვენთანგან შეგვხვედრია და ამით დავაინტერესეთ მოქალაქეს, თუ ესეთი რაღაცა შეემთხვევა დადიან და ჩივიან ყველგან, სადაც არ არის საჩივრელი და მე ამბობენ, რომ აუ ქვეყანაში სამართალს ვერ მივახციე. რა უნდა გავაკეთოთ? ხო, მაგალითად თუ ესეთი შემთხვევა იქნება პრობლემური რაღაც რომელიმე кейსი დიანაც მოყვება, მოგმართონ ჩვენ ვართ თბილისის მერის დაფუძნებული, როგორც გითხარით, და ყველა გამგეობაში ვართ წარმოდგენილი. ფიზიკურადაც შეუძლებელია. ფიზიკურად შეუძლებელია მოვიდნენ თბილისის ყველა გამგეობაში ვართ. გამგეობაში, იმიტომ რომ ყველა მოქალაქისთვის რაიონში მაცხოვრებს მიუხედავად, რომ რაიონში ცხოვრობს თბილისში, ხელმისაწვდომები ვიყოთ. თუ სხვაგან მუშაობს პირობითად და იქ უხე ხდება თავის სამუშაოსთან ახლოს გამგეობაში მოვიდეს ჩვენთან. გავსი პრობლემი. კი, ცხელი ხაზი გვაქვს ბუნებრივია, მერის ცხელ ხაზზე შეუძლია დარეკოთ 72-22-22-ზე და იქიდან გადმოგვთავანი მე ადვოკატებთან. თემის სიმძიმიდან, სირთულიდან გამომდინარე, ან ცხელ ხაზზე დაეხმარება ჩვენი წარმომადგენელი, ან უბანზე გადაამისამართებს. ახლა თუ დოკუმენტები შესამოწმებელი ბუნებრივია ონლაინ ეს შეუძლებელია, ამიტომ გადავარდა. შემდეგ მოვიდეს მომხმარებელი და მე დიანასთან მინდა გადავიდე, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ კონკრეტული შემთხვევები და დიანა ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ ანონშიც, შემდეგ წარდგენაშიც, რომ მაგალითად გვაქვს ესეთი შემთხვევები ვიყიდეთ მაცივარი ან ნებისმიერი ტექნიკა, ან არ ჩაერთო, ან მალევე გაფუჭდა. პირველი რა უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ ჩვენი უფლებებისათვის ბრძოლა არ მოგვიწიოს და ნერვები არ დაგვეწყვიტოს. ამასობაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენი ორგანიზაცია, როგორც დავითმა ახსენა, მუშაობს სამოქალაქო ადმინისტრაციული კუთხით. შესაბამისად, სპეციფიკა გვაძლევს შესაძლებლობას მრავალფეროვან საკითხთან კონდეს შეხება. სწორედ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ხიბლი ჩვენი სამსახურისა, რადგანაც ნებისმიერ დროს შეიძლება ისეთი საკითხი შემოვიდეს, რაზეც აქამდე არ გვემუშავია. უშუალოდ მომხმარებლის უფლებები ნამდვილად თქვენ სწორედ ახსენეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს დღევანდელ ყოფით ცხოვრებაში, რადგანაც მათი არცოდნის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შესაბამისად, პირველ რიგში თქვათ, რომ ეს კანონი, რომელიც ამოქმედდა 2022 წლის 1 ივნისიდან, ის არეგულირებს უშუალოდ მოვაჭრეს და
ფიზიკურ პირთა შორის ურთიერთობებს. ამ კანონით არის კარგად დაცული მომხმარებლის უფლებები არაკეთილსინდისიერი მოვაჭრისგან, ხო? თუ ჩვენ ნივთი შევიძინეთ და ამ ნივთს აღმოაჩნდა 6 თვის განმავლობაში ნაკლი, ასეთ დროს სრულად მტკიცების ტვირთი გადადის მოვაჭრეზე. ანუ მან უნდა ამტკიცოს, რომ ამ ნივთს ნამდვილად არ აქვს ნაკლი. და გარანტია მომცა არ მომცა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არა, გადავალ მაგაც როგორ არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ მან 6 თვის განმავლობაში წარადგინა რაიმე სახის ექსპერტიზის დასკვნა იქნება თუ სხვა მტკიცებულება, რომლითაც დაადგენს, რომ ნივთს არ აქვს არანაირი ნაკლი, ასეთ შემთხვევაში მერე 6 თვის მერე უკვე ჩვენ გვიწევს, ანუ მომხმარებელს მტკიცების ტვირთი გადმოდის ჩვენზე, რომ ვამტკიცოთ, რომ ამ ნივთს აქვს თუ არა რაიმე სახის ნაკლი. აი გარანტია ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად ხდება ხოლმე შევიძენთ ნივთს და გარანტია მოყვება 3 თვიანი, 6 თვიანი ან 1 წლიანი. ან შეიძლება საერთოდაც არ ქონდეს გარანტია. ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება კანონს და ბათილია მსგავსი ტიპის საგარანტიო ტალონი, რადგანაც კანონმდებელმა მკაფიოდ განსაზღვრა ვადა, რა ვადაში ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ პრეტენზია და ეს ვადა არის 2 წელი. მინიმალური ვადა უნდა იყოს 2 წლიანი. 2 წელი. ანუ 2 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ პრეტენზია მოვაჭრესთან. გარანტია აქვს, არა აქვს, ნივთს არა აქვს. ანუ უნდა ედოს იმას 2 წლიანი თავიდანვე. იმიტომ რომ კანონი ითვალისწინებს არუდევს და არის ეს 3 თვიანი, 6 თვიანი ან უფრო ნაკლები ვადით, ჩვენ ვიცოდეთ, რომ კანონით გვაქვს ამისთვის 2 წელი. იცით რა მაინტერესებს გარანტია რას გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მაგალითად შეცვალოთ სხვა ნივთის თუ გულისხმობს იმას, რომ ისინი ვალდებულები არიან, რომ შემიკეთონ ესა თუ ის ნივთი მაგალითად 2 წლის განმავლობაში. ნახეთ, ახლა რას ითვალისწინებს კანონი. თუ ნივთს აქვს არსებითი ზიანი, ასეთ შემთხვევაში ის ექვემდებარება შეცვლას ან თანხის დაბრუნებას. თუ ნივთს აქვს უმნიშვნელო ზიანი, რა თქმა უნდა, შეკეთებას ექვემდებარება. ეს ჩვენ თვითონაც უნდა განსაზღვროთ და რა თქმა უნდა, მოვაჭრესთანაც. ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, ჩვენი სამსახურის ერთ-ერთ ძალიან კარგ წარმატებულ საქმეს გაგიზიარებთ, სადაც მომხმარებელმა შეიძინა ლეპტოპი, რომელსაც გააჩნდა გარკვეული ტექნიკური ხარვესი, ანუ არ იწერებოდა ის პროგრამები, რა დროსაც მიმართა მოვაჭრეს, გაასწორა მოვაჭრემ, ასე ვთქვათ, ეს ტექნიკური ხარვესი, თუმცა ამ პროგრამების ჩაწერის შემდგომ მაინც შენელებულად და შეფერხებით მუშაობდა, ანუ ვერ ასრულებდა იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდა ჩაფიქრებული თვითონ მომხმარებელს. მიმართა მოვაჭრეს, რა დროსაც მოვაჭრეს პოზიცია იყო, რომ ნივთს არ გააჩნია არანაირი ნაკლი. ანუ ქარხნული ნაკლი არ გააჩნია, შესაბამისად ის არ თვლიდა, რომ ეს ნივთი ან უნდა შეკეთებულიყო, ან ახლით უნდა გამოეცვალათ და რა თქმა უნდა, თანხის დაბრუნებაზეც ხო არ იყო საუბარი. ჩვენ დავეხმარეთ მოქალაქეს, შევავსეთ ელექტრონულად განცხადება, რომელიც გავაგზავნეთ კონკურენციის სააგენტოში. კონკურენციის სააგენტომ დამატებით მოგთხოვა ინფორმაციის და მტკიცებულებების წარმოდგენა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ჩაერთო მათი წარმომადგენელი, ჩაგვეკითხა ყველა დეტალში. მოგთხოვა დამატებით ექსპერტიზა, იმიტომ რომ მოვაჭრემ წარადგინა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც რა თქმა უნდა მუშაობდა და გამართული იყო და არანაირი ნაკლი არ გააჩნდა და ჩვენს მიერ იქნა გაგზავნილი ახსნა განმარტება, ასე ვთქვათ, IT თანამშრომლის, სადაც მან დააფიქსირა თვითონ ნივთის მუშაობის და პროცესის შენელების პროცესი და შესაბამისად წარვადგინეთ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად IT თანამშრომლად მუშაობდა და არა სხვა პროფესიის ბრძანდებოდა. აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ფიზიკური პირის ახსნა განმარტება წარვადგინეთ და არა იურიდიული პირის. რაც კონკურენციის სააგენტომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯამებით დაადგინა სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მომხმარებლის უფლებების დარღვევა და მოვაჭრეს დაევალა 30 დღიან ვადაში აღედგინა ეს უფლებები, ან დაესვა ანგარიშზე გარკვეული თანხა და მომხმარებელს ისევ შეეძინა იმავე ობიექტში, ან სრულად თანხა დაებრუნებინა. რა თქმა უნდა, ჩვენმა მომხმარებელმა აირჩია თანხის დაბრუნება და სხვა ობიექტში ნივთის შეძენა. ასევე მინდა ისიც ვთქვა, რომ ეს ობიექტი დაჯარიმდა, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა მაინტერესებდა. ამას კონკურენციის სააგენტო აჯარიმებს. ანუ ეხლა მე მინდა რომ სისტემურად ავხსნათ. მოქალაქე მოდის თქვენთან, თქვენ ამ რეაგირება გააქვთ და შუამავლის როლს თამაშობთ, ასე ვთქვა და მომსახურება არის სრულიად უფასო. თუ საჭირო ხდება და კანონის აღსრულებაზე კომპანია უარსაბობს, კონკურენციის სააგენტო ერთობა და კონკურენციის სააგენტოს აქვს ბერკეტი უკვე რომ დააჯარიმოს კიდეც, ხო? და თანხაც დააბრუნებინოს. ანუ ეს არის მთელი
მთელი პროცესი, თუმცა მომხმარებელი ამაში არაფერს არ იხდის, ნერვების დრო. ეს არის მთელი პროცესი, ხო? დიახ, ამ საკითხზე ცოტა უფრო ცლად რო გითხრათ, რას ზოგავს მომხმარებელი, ზოგმა არ იცის და ფიქრობს, რომ თვითონაც შეუძლია. კონკურენციის სააგენტოს შესახებაც არ იცის. რაღაც მომენტში შეიძლება თქვა, რომ რა მინდა ადვოკატი მეწავალ პირდაპირ კონკურენციის სააგენტოში, მაგრამ იქ ბევრი დიდი დრო და რესურსი მიდის, იმიტომ რომ იქ რა უნდა მიიტანო, ფაქტების ქრონოლოგია, მტკიცებულებები, ეს არ არის თქვენ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ამაში რჩევა მიცეთ, დავეხმაროთ, არაფერი ამას არც არ კარგავს. დავით, კომპეტენტურ ადამიანთან ურთიერთობა დამეთახმება ყველა ჩვენი საქმე რომ უნდა ვაკეთოთ, ეს პრინციპია ჩვენი საქმე. დროქება ცოტა და აუცილებლად მინდა გკითხოთ დისტანციურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. და ონლაინ ვაჭრობა. და რა თქმა უნდა, ონლაინ ვაჭრობის ხდება რომ მიუხედავად იმისა რომ ნიუთი მაინც ისეთია როგორც ჩვენ გვინდა და მაინც დავაბრუნოთ 14 დღის განმავლობაში. რადგან ონლაინ არის შეძენილი ეს ნიუთი. დიახ, ამას კანონი არეგულირებს ამ საკითხზე დიანა მოგახსენებთ? კი ბატონო. დიახ. სლაჯობია. ანუ ონლაინ შეძენის დროს ჩვენ შეგვიძლია თუ მოვიტანეს ნიუთი და ის ან ჩვენს ინტერიერში არ ჩდება, ან ზომები ვერ გავთვალეთ, ასე ვთქვათ, შეგვიძლია 14 დღის ვადაში დავაბრუნოთ ეს ნივთი ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე, თუ ჩვენ მოვაჭრებ, არ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ამ უფლების გამოყენება შეგვიძლია 14 დღის ვადაში, ეს ვადა შესაძლებელია გაგვიგრძელდეს 1 წლამდე. უი, რა საინტერესოა, მე მაგალითად არ ვიცოდი, რომ უკან დაბრუნება შემეძლო იმ შემთხვევაშიც, თუ მაგალითად ნივთი არის ზუსტად ისეთი, ეს 14 არის ნებისმიერი მიზეზით. არ მომეწონას მიზეზით საკმარისია, უბრალოდ არის გამონაკლისები, რომელიც ინდივიდუალ მაგალითად მალფუჭებადი ნივთი ხარ, რომელსაც ორი დღე აქვს ვადა და მესამე დღეს ითვლი აღარ მინდა. ეს ამას არ გულისხმობს და ჰერმეტულად შეფუთული. თუმცა ნებისმიერი ონლაინ ვაჭრობა ფეხსაცმელია, ტანსაცმელია, აბსოლუტურად ყველა გეუბნება, რომ ნივთი უკან არ ბრუნდება, მაქსიმუმ გაგიცვალოთ ზომაში. ეს არის მარკეტინგული სურვილი მისი მხოლოდ. რომელიც არ შეესაბამება კანონის მიზნებს. ხო, და თან იქ რაღაცა არ მოიხმაროს და დააბრუნოს და ამის ბერკეტები ცალკე არსებობს გასაკვირველია, რომ ამის ცვეთის კვალი არ უნდა მოვაჭრის უფლებებიც დაცული არის ამ თელ ამ პროცესში, ანუ საქმეს მაგაში არის. მე მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისათვის, სამწუხაროდ გაიფრინა ამ დრომ, კიდევ გქონდა დარჩენილი კითხვები. ორგანიზაცია ჩემი ადვოკატის დირექტორის მოადგილე დავით ჭაღიაშვილი და ადვოკატი დიანა სარქისოვა იყვნენ ჩვენთან ერთად საჭირო რჩევებით და მე დარწმუნებული ვარ, სოციალურ ქსელში კიდევ ბევრი კითხვა დაისმევა და მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვართონ გამგეობებში, ასევე დისტანციურადაც. მადლობა თქვენ სტუმრობისათვის.